გამარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია შეშლილობის აკადემია. ადამმა გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო ღმერთი. ღვთის ნებიდან გამოთიშვით გამოეთიშა ღმერთის მადლს. მადლი არის სამება ღმერთის ენერგია. იმდენად გაუგონორდა, იმდენად დაეცა, რომ ყოვლის მხილველს, ის ვინც ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აკონტროლებს, დაემალა ბუჩქებში. ადამის ამ მემკვიდრეობიდან, რა თქმა უნდა, ამოღებული არ არიან თანამედროვე მოაზროვნეები, რომლებსაც აზროვნების მხოლოდ სახელი ქვიათ და რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ, არანაირად. წლებია ამ თემას სწავლობ. ძალიან მინდოდა, რომ 60-70 წლის ადამიანებისთვის, რომლებიც ადამიანებს მოძღვრავენ, პატივისცემა გამომეხატა, რაღაცა ჭკვიანობა დამენახა მათ ქმედებებში, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე გარდა იმისა, რომ შეშლილობის აკადემია. დაცემის გამო კაცობრიობის ისტორიაში მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც თავისი რაღაცა მფრინავი იდეები უფრო ძვირფასი ეგონათ, ვიდრე ღვთის სიბრძნეა და ამას გადაგებდნენ და მომავალ თაობებსაც რაფინირებული საწამლავი რო დატო, ესე უტოვებდნენ. ინტერნეტიდან გამოვკრიბე ვითომ მოაზროვნეების გამოთქმები, რას ფიქრობდნენ ისინი განკაცებულ ღმერთზე, ვინც არათუ სულიერი სამყარო შეცვალა. ქრისტემ შემუსრა ჭენი ჯოჯოხეთისანი. არამედ ფიზიკის და სამყაროს კანონები. ხრწნილებას მეცნიერულად ქვია ენტროპია. ხრწნილებისაგან განათავისუფლა ადამიანი. დღესაც თქვენ იცით, რომ არის წმიდათა ნაწილები, რომელსაც მირონი ზდის და არანაირ ფიზიკის და მათემატიკის კანონებში ეს ქმედებები არ ჯდება. იყო ასეთი ვითომ მოაზროვნე, ბერტრან რასელი. მას ჰქონდა ასეთი შეხედულება. ქრისტეს მოსაზრებებიო შეიძლება ღირებულიც იყოსო. ფროიდი ქრისტიანობას უწოდებდა მასობრივ ფსიქოს, რწმენას და ბავშვური ფსიქიკის გამოვლინებას. დევიდ ჰიუმი უარყოფდა სახარებას, მაგრამ ქრისტეს მორალს ზოგჯერ აფასებდაო. როგორ ხასიათზე იყო იმის მიხედვით. სორენ კირკეგორი რწმენა მისთვის იყო გაფრენა აბსურდისკენ. ლუდვიგ ფოიერბახი ღმერთი ადამიანის ფსიქოლოგიური პროექციაა, ქრისტე კი ადამიანური ღირსებების სიმბოლოაო. იასპერსი იყო ასეთი ადამიანი, ქრისტე მისთვის იყო როგორც ბუდა და სოკრატე. ემანუელ კანტი თვლიდა, რომ ქრისტიანობაში მთავარია ზნეობა და არა თვითონ ქრისტე. შოპენჰაუერი არ აღიარებდა ქრისტეს ღმერთის ძედ, მისთვის ქრისტე იყო ფილოსოფიური ფიგურა. შეიკრიბებოდა ხოლმე რამდენიმე ასეთი შოპენჰაუერი და გაარჩევდნენ, რაში იყო ღმერთი მართალი, რაში ცდებოდა, ალბათ რჩევებსაც მისცემდნენ, რომ ღმერთო, შენგან ამას არ ველოდი და მოდი ცოტა ესე იყოს, იმიტომ რომ ხო ხვდები რომ ეს. ესეთი დონის ადამიანები. ეს რომ ევროპაში ხდებოდეს, ანუ ევროპელები რომ ამ შეშლილ ადამიანებს უსმენდნენ, ეს იქნებოდა გასაგები, იმიტომ რომ ევროპაში ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს. იქ არის ქრისტიანობის იმიტაცია. მაგრამ მართლმადიდებელ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 95% არის მონათლული, უმრავლესობა თავის თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად აღიქვავს. ამას რო დაუწყებენ მოსმენას. ადამიანები ამას ასწავლიან, ადამიანები ამას ისმენენ და ამაში ფულს იხდიან. სხვათა შორის კარგი ამბებიც არის, თუ
ბევრ ლექციაზე დასწრების უფლებას თუ იყიდით, მაშინ არის აქციები, ფასდაკლებები, საბაკო განმადებებიც ყოფილა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს თემა. პატერიკში არის ასეთი ერთი მონათხრობი, პატერიკი არის მამათა სწავლებები. ერთ დიდ მოღვაწეს ყავდა ერთი უგნური მოსწავლე. აგზავნიდა ხოლმე, რომ ხელნაკეთი რაღაც საგნები გაეყიდათ ბაზარში. ერთხელაც როცა ეს მოსწავლე ბაზრიდან ბრუნდებოდა, შეხვდა ვიღაცა უღმერთო კაცი, რომელთანაც საუბარი გააბა და ამ უღმერთომ ესეთი რაღაც უთხრა: ქრისტეო, რატო ვიწამო, რომ ღმერთიაო, იქნება არც არისო. და ამ უგუნურმა მოსწავლემ დაუდასტურა, შეიძლება მართალსაც ამბობდეო, არ ვიციო. მონასტერში რო დაბრუნდა, წმინდა მამამ აღარ მიიღო. შენ ვინახარო, არ გიცნობო. ჩემი მოსწავლე ქრისტიანი იყო, შენ კი ნათლობის მადლი დაკარგული გაქვსო. როცა რაიმე შეკრებაზე მიდიხართ, აი თუ თქვენ წახვალთ აი ნარკომანებთან, ესე იგი თქვენს ნარკომანი ხართ. თუ თქვენ აი LGBT თემის შეკრებაზე მიხვალთ, ესე იგი თქვენს მათ ღირებულებებს იზიარებთ. თუ დაждდებით მათემატიკოსებთან, ფიზიკოსებთან, ესე იგი თქვენს მეცნიერი ხართ მათი წრის ადამიანი. თუ თქვენ დადიხართ აი ამ ვითომ მოაზროვნეებთან, რომლებიც სინამდვილეში არიან ქრისტეს უარმყოფელები, რომლებიც ძალიან ჭკვიანური საუბრებით რაღაც სისულელეებს ამტკიცებენ, ესე იგი სულიერ სამყაროში თქვენ მიგაკუთვნებენ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ქრისტე არის ილუზია, პროექცია, ესე იგი თქვენი ცხონებაც ილუზია და პროექცია იქნება. იოანე ოქროპირის 12 ტომი, ეს არის 12,000 გვერდი. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის 8 ტომეული არის 6,000 გვერდზე მეტი. წმინდა მამათა შრომები, ეფრემ ასურისა, გრიგოლ პალამასი, ეს არის 1000-ობით გვერდი. და ადამიანები ამას ყველაფერს გამოტოვებენ ხოლმე და კითხულობენ კანტებს, შოპენჰაუერებს. მამებს უწერიათ, ყოველ წიგნშიო არის ინფორმაცია. ყოველ აზრს ახლავს თავისი სული. არის სულიწმინდის მადლით, სამება ღმერთის ენერგიით, ნაკარნახევი ტექსტები, რომლებსაც წერდნენ წმინდა მამები. ამ წიგნებში ტრიალებს სულიწმინდის ენერგია. თუ თქვენ დაუჯდებით კანტებს და ფროიდებს, იქ მოქმედებს ღვთისმგმობელი სული, რომელიც უარყოფს. ქრისტე არისო პროექციაო, აი როგორღაც ეს უნდა გავიგოთ. ვინც თქვენ გიკითხავთ ამ ლექციებს, ფილოსოფიაზე, აზროვნებაზე, ძალიან ჭკვიანური სახეებით, ისეთ რაღაცას გასწავლიან, დადგება დრო თვითონ ინანებენ. ნეტა წერა კითხვა არ ამცოდნოდაო, ისეთი დრო დაუდგებათ. და თუ თქვენ შეითვისებთ აი ამ ეშმაკეულ სწავლებებს, მაშინ თქვენ განგივითარდებათ არა სულიერი, მადლისმიერი განწყობა, არამედ მშვენიერი. თქვენ მოგეჩვენებათ, რომ ყველა რელიგია ერთი და იგივეა, მთავარია იყო კარგი ადამიანი და ასე შემდეგ. ყველა არმიას ყავს ხოლმე თავისი ქვედანაყოფები. აი ეს ვითომ მოაზროვნეები ამზადებენ ნიადაგს, აი გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან შორს მიმავალი გეგმები აქვთ. თუ ადამიანები ჩათვლიან, თუ ადამიანებს ეგონებათ, რომ მადლი არ არის აუცილებელი. თავარი აი მშვიდად იყო, ტკბილად იყო, გაღიმებული დადიოდე ქუჩაში. აი თქვენ დააკვირდებოდით, აი ვითომ ქრისტიანები, როგორი გაღიმებულები, ბედნიერი სახეები დადიან. რომ ადამიანებმა დაკარგონ გარჩევა მადლისა და ეშმაკეული მშვიდობისა. და მერე ანტიქრისტე რომ მოვა, ის ეგონებათ ქრისტე. იმიტომ რომ სანამ ის მოვიდო და მანამდე დაკარგეს გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა. არ გაიმეტოთ ხოლმე, არც თქვენი თავი, არც თქვენი შვილები შეშთილობის სასწავლებლად.
თუ ცრუ აზრებს მიიღებთ, ხიბლის ეშმაკი აიღებს უფლებას თქვენზე და მე ძალიან ცუდად დამთავრდება. გადაყარეთ ხოლმე ნაგავი. ეშმაკის ნაგავი ისეთი დამანგრეველია, რომ მადლმოსილ ადამიანს დააკარგინა მადლი 64-დან ჯოჯოხეთში ჩაიყვანა და უკვე გამოგდებულებს რას დაგმართებს. ასე რომ ეს თამაში არ არის, იცოდეთ, რომ ფროიდები, კანტები, შოპენჰაუერები ესენი იყვნენ ქრისტეს მტრები და თუ თქვენ სასופველი გინდათ, ნაგავი დროზე გადაყარეთ და მით უმეტეს 1000-ები არ უნდა გადაიხადოთ აი ამ შეშილობის სწავლაში. მერტმა გაგახაროთ.